მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. მსოფლიო პოლიტიკა ბოლო 3-4 წელია შეგვიძლია ჩავთვალოთ და მას ვუწოდოთ ომის პოლიტიკად, რადგან აქტიური ომები მსოფლიოში ზოგადად ყოველთვის მიმდინარეობდა, თუმცა ყოველ მათგანს არ ქონდა გლობალურ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანი გავლენა და არ იყვნენ მთავარი გლობალური აქტორები ამ პროცესში აქტიურად ან პირდაპირ ჩართული. ამ შემთხვევაში პირველ რიგში რა თქმა უნდა უკრაინის ომია. ესეთი წყალგამყოფი, რადგან ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში და ერთ-ერთი გავლენიანი რუსეთი პირდაპირ აგრესიით წავიდა უკრაინისკენ და მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთში მოელოდნენ, რომ 3 დღეში თუ არა 3 თვეში მიაღწევდნენ საწადელ მიზანს, უკვე 3 წელზე მეტი გავიდა და რუსეთმა ამ მიზნებს ვერ მიაღწია, რა თქმა უნდა, დასავლეთის აქტიური ჩართულობითა და უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების საოცარი გმირობიდან გამომდინარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ომი, როგორც ხშირად ამას სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, ადრე თუ გვიან მოლაპარაკებით სრულდება და ნელ-ნელა თითქოს გამოიკვეთა მოლაპარაკების კონტურები, თუმცა ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვს და ამასთან არც ერთი მხარე არ ენდობა რუსეთს. ყველა ამ საკითხზე და ზოგადად ომების გავლენაზე პოლიტიკაზე და როგორ მიმდინარეობს ომები ამჟამად ვისაუბრებთ სამხედრო მეომხილველ ომის ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავასთან ერთად. გიორგი, მოგესალმები, მადლობა ჩართვისთვის. გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა თქვენ. როგორც ყოველთვის მიხარია შენი ჩართვა, რადგან ძალიან საინტერესოდ განვიხილავთ ხოლმე ომების მიმდინარეობას. ბოლო ჩვენი საუბარი, როდესაც შედგა, მაშინ ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, გაურკვევლობა იყო, თუმცა მაშინ უკვე ვსჯელობდით იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს. ტრამპი ამბობდა, რომ ერთ თვეში დაასრულებდა ამ საშინელ ომს, თუმცა როგორც ხედავთ, ეს არ მოხდა და ჯერჯერობით ესე უახლოეს პერიოდში სრულად დასრულების, ასე ვთქვათ, წინაპირობა არც ჩანს. როგორ ფიქრობ, რა ეტაპზეა ახლა ომი და რატომ არ სურს რუსეთს, რადგან რეალურად ყველანაირი მოლაპარაკება საბოტაჟს უკეთებს, არ სურს რუსეთს მოლაპარაკების სტადიაზე გადასვლა? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგი, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს, აუცილებლად მხარდაჭერა ქალბატონ ზია ამაღლობელს და თავისუფლებამას და რაც შეეხება ჩვენს უშუალო მსჯელობის საკითხს. რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ რუსეთს სურდა 3 დღეში ომის დასრულება. რუსეთს ეს ჰქონდა გამიზნული, მაგრამ ვერც 3 დღეში, ვერც 3 თვეში და ვერც აგერ 3 წელიწადში ვერ დაასრულა ეს ომი. შედეგად აქვს დაახლოებით მილიონი სამხედრო პირი ან დაღუპული, ან მწყობრიდან გამოყვანილი, ან მძიმედ დაშავებული, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მწყობრში ისინი არ არიან. მილიონი ადამიანი ცოტა არ არის, თუმცა რუსეთისთვის ადამიანის სიცოცხლე რო არაფერს ნიშნავს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ყველა ომში ეგრე იყო ხოლმე, რუსეთის ომებს თუ გავიხსენებთ. კი ბატონო, ის არ დაუდევდა ადამიანის სიცოცხლეს და შესაბამისად აი ამ ადამიანური სიცოცხლის ხარჯზე ცდილობდა რომ რაღაცა წარმატებისთვის მიეღწია და იყო რაღაცა ცნობილი გამოთქმები რომ დედები ისევ შვავენ შვილებს და მაინც რაღაცა საწადელ მიზანს მიაღწევენ. თუმცა უკრაინის ომმა შეცვალა ეს ყველაფერი და შეცვალა რა მიმართულებით. პირველი ის რომ რასაც ელოდა რუსეთის ფედერაცია, რა მოლოდინებიც ჰქონდა კრემლს, ეს მოლოდინები ვერ შესრულდა. მოლოდინი კი იყო იმდაგვარი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტურად მოეხდინა ცვლილება უკრაინის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ჩანაცვლება მომხდარიყო, იცით რომ იანუკოვიჩი იყო მზად ამ ყველაფრისთვის, გაიმეორებდნენ ალბათ ფინეთის მსგავს 1929 ზამთრის ომის მსგავს, როდესაც ოტო კუსინიანი ყავდა საბჭოთა კავშირის მომზადებული იმისთვის რომ იქ დაესვა. თუმცა ეს ყველაფერი ესე არ გამოვიდა და რა მოიტანა ახლა ამან, რო არ გამოვიდა, მერე რა, ხო, ვიღაცა ითქვს. და რატო გაგრძელდა ამდენი ხანი? მერე ის რომ უკრაინელებმა შეძლებს საკუთარი წინააღმდეგობის ხარჯზე გაენეიტრალებინათ რუსეთის ელიტარული ქვედანაყოფები, ხო? ანუ ის მოიერიშე ნაწილები, რომლებიც პირდაპირ უტევდნენ, ასე ვთქვათ, უკრაინას სტრატეგიულ ობიექტებს, ანუ პირდაპირ კიევზე ქონდათ იერიში, ვინც იყვნენ გოსტომელში, ვინც იყვნენ ირპენში, ბუჩაში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს იყო ელიტარული ქვედანაყოფები, რომელთა უმრავლესობა დიდი ნაწილი უკრაინელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს. საუბარი არის მაღალ კვალიფიცირებულ ოფიცერთა შემადგენლობაზე, ასევე მფრინავთა შემადგენლობაზე, ტანკისტებზე და ასე შემდეგ, რომელთა მომზადებასაც ჭირდება დაახლოებით 3-დან 7 წლამდე. შესაბამისად უკრაინელებმა ეგ რაღაცა დრო მოიგეს, ანუ 3-დან პლუს
მეტი დრო. ეს ყველაფერი მოგებულია და რუსეთს ჭირდება აუცილებლად მეტი დრო იმისათვის, რომ ეს ძალები შეივსოს, აღადგინოს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ აკვირდებით ახლა მოვლენებს, რუსეთი ცდილობს დააკომპენსიროს საკუთარი სამხედრო წარმოება ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის გარკვეულწილად და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მოწოდებული სამხედრო ძალებითა და სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით. ხო, ხედავთ. დიახ, გიორგი, ერთ დეტალს ჩაგეკითხები, დრო რადგან ცოტა გვაქვს ყველაფერი მინდა მოვასწრო, თუმცა ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომი 7 წელი უნდა გაგრძელდეს, რადგან უკრაინელები ცოდვა არიან და მოსახლეობის ნებისმიერი დანაკარგი უკრაინისთვის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე რუსეთისთვის, სადაც როგორც უკვე აღნიშნეთ, ფასი არ აქვს, უკრაინის შემთხვევაში სიცოცხლესაც ფასი აქვს და პლუს ძლიერი ჯარისკაცი, ეს ასე ვთქვათ, ერთი სამსუდრის ხოლმე და ამ პრინციპით და ამ შეფარდებით გამომდინარე, ბუნებრივია სადღაც არის ალბათ ზღვარი, როდესაც ეს პროცესი უნდა დასრულდეს, რადგან უკრაინა მიუხედავად იმისა, რომ ღებულობს დახმარებას, ადამიანური რესურსი მხოლოდ მისია და აქედან გამომდინარე, აი სად ჩანს ის გასაღები, რამაც შეიძლება რუსეთს უკან დაახევინოს სამხედრო თვალსაზრისით, ან უკრაინას რა ჭირდება იმისთვის, რომ ეს უპირატესობა მოიპოვოს. უკრაინას ჭირდება გამძლეობა, ჭირდება ტექნოლოგიები, ჭირდება ადამიანური რესურსი. ძალიან რთულია უკრაინელებისთვის ამჟამად, იმიტომ რომ უკრაინელებიც ის კვდებიან ბრძოლის ველზე და კვდებიან საუკეთესო შვილები უკრაინის, ხო? თუ კი მაგალითად ჩვენ რუსეთის შემთხვევაში ვაკვირდებოდით, რომ ძირითადად პატიმრები და ასე ვთქვათ, ესეთი ხალხი გამოიყვანეს, უკრაინის შემთხვევაში ესენი იყვნენ პედაგოგები, პროფესორები და სხვადასხვა პლუს პროფესიონალი ჯარისკაცებიც ბუნებრივია. ის წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ იყვნენ საკუთარი ქვეყნის პატრიოტები და ის ტალღები, რომელიც პრიგოჟინის ტაქტიკამ რა ტაქტიკაც გამოიყენა პრიგოჟინმა, ანუ გულისხმობ ტალღებს, ხო? ცოცხალი ძალის ტალღებს, იქაც იმ შემთხვევაშიც უკრაინელები რა თქმა უნდა კლავდნენ ბევრ მოწინააღმდეგეს, მაგრამ თვითონაც კვდებოდნენ, ხო? ამიტომ ცხადია ყველა ელოდება საქართველოს ისტორიას მახსენებს მსგავსი ისა, როდესაც ჩვენ ანუ ცოტა ბევრს ვკლავდით, მაგრამ არ მთავრდებოდნენ და ბოლოს აი ზუსტად, ხო, ეს ტალღა მოდის და არ თავდება გაუჩერებლივ და მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გქონდათ, ასე ვთქვათ, მიზანი, ეს მიზანი არ არის, ხო, მიღწეული, ანუ მიზანს ჭირდება მიღწევა, ამიტომაც არ ჩერდება პუტინი, იმიტომ რომ მისთვის ადამიანური უკან დასახევი გზა, ხო, არაფერს არ ნიშნავს. ახლა რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ხო, მოდით აი რამდენიმე რაღაც ამონაწერი მაქვს, მაგალითად ნატოს სტრატეგიული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, იმიტომ რომ არც ალიანსი არ იყო ამ რაღაცეებისთვის მზად, ხო? ფაქტია, რომ ჩვენ ვიხილეთ მაგალითად გერმანელების 5000 კაციანი კონტინგენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვლავაც გადასროლილი უკვე აღმოსავლეთ ევროპაში. და ისინი ამაგრებენ იქ აღმოსავლეთ ფლანგის მიმართულებით მიმდინარეობს ძალიან სერიოზული რეორგანიზაციები. ამისათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამუშავებს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ხაზებს, მათ შორის რკინიგზა, საჰაერო უზრუნველყოფა. დღესაც არის მაყურებლისთვის ვიტყვი, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში გარკვეული წვრთნები, გადაადგილებები, ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ჯერჯერობით არა მასშტაბური, მაგრამ უკვე ამ ხრივ დაწყებული, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის გაძლიერება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა უკვე არაერთი წელია, საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროების შემთხვევაში 300,000 ნატოელი ჯარისკაცი განლაგდეს. ეს მარტო ალიანსის უშუალო, ასე ვთქვათ, გეგმების მიხედვით. თორე ეხლა გადააზრება და კონცეფციის განახლება, როდესაც იქნება, იქ სხვა რაღაცეები ჩაიწერება კიდე. იცით, რომ ბოლო კონცეფციის დროს სტრატეგიული დოკუმენტში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ რუსეთი აღარ არის მეგობარი, რუსეთი არის მოწინააღმდეგე, ხო? შეერთებული შტატების როლი და ლიდერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ ტრამპი არის ცდილობს დისტანცირდეს ამ ყველაფრისგან, ევროპაში ამერიკული ძალები მაინც რჩება სერიოზულ ძალად, იქაც მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, სარდლობაში ცვლილებები და ეს ყველაფერი ევროპელებს აიმედებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატები ასე სწრაფად არ გაიწევს, ხო? ანუ წვრთნებთან დაკავშირებით თქვენც აღნიშნეთ და მეც ვიტყვი, რომ ეს წვრთნები მიმდინარეობს, ძალიან სერიოზული და საკმაოდ მასშტაბური. იცით, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით ეკონომიკური გამოწვევები და თავდაცვის სტრატეგიები დამუშავების პროცესში არის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ეცდება და ცდილობს საკუთარი ბიუჯეტით, საკუთარი სახსრებით
მაქსიმალურად უზრუნველყოს ევროკავშირის უსაფრთხოება, დაეხმაროს ამავდროულად უკრაინას ყველაფერში და გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა. ანუ აქამდე ევროკავშირში კი იყო ხოლმე გერმანიაში ამაზე საუბარიც კი ცოტა არ იყოს წამგებიანი იყო პოლიტიკურად თავის დროზე. იყო, მაგრამ მერცის დანიშნვის შემდეგ, ანუ მერცის არჩევის შემდეგ ეს ყველაფერი რეალობა. ანუ იმისი თქმა მინდა გიორგი, რომ ყველაფერი იცვლება. ეს ძალიან ნელა ხდება, რა თქმა უნდა, შესაძლოა ვინმეს უნდადეს რომ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდეს, მაგრამ ევროპა არ იყო მზად ასეთი აგრესიისთვის და ახლა ამის გადააზრება მიმდინარეობს, იმიტომ რომ რთულია რომ სოციალური საკითხებიდან ბიუჯეტი წამოიღო და მოახმარო სამხედრო საკითხებს. ისტორიულ კონტექსტში ალბათ ასეც გამოჩნდება გიორგი, კონტექსტიდან რომ შევხედოთ, თუმცა მეორეს მხრივ არის სამწუხარო რეალობა, ასე ვთქვათ, კონკრეტულად უკრაინისთვის. ამაზე ზელენსკი თვითონაც ლაპარაკობს, რომ კი დახმარება კი და ძალიან მადლიერები ვართ, მაგრამ ყოველ დღე, ასე ვთქვათ, უკრაინელს უწევს რუსულ ძალასთან შეჯახება და არა ვთქვათ გერმანელს და ეს გამორიცხულია ყოველ შემთხვევაში ამ რეალობაში, რომ რაიმე ფორმით ეგრეთ წოდებული ევროპული სამხედრო ძალები რაიმე ფორმით პირდაპირ ჩაებდნენ ბრძოლაში, თუმცა არის შავი მხარეც. BBC-ს გუშინდელი სტატია იყო, არ ვიცი თუ ნახე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ის რუსეთმა ბოლო 3 წლის განმავლობაში იმაზე სამჯერ მეტი თანხა მიიღო ევროპისგან გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ, ვიდრე ევროპამ მისცა უკრაინას დასახმარებლად. და იქვე იმავე სტატიაში და ალბათ ლოგიკური აზრით აქამდე მიგვიყვანს, ისიც ვიცით, რომ ეს ფული რუსეთში არ დაიხარჯება გზებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე და ასე შემდეგ და დახარჯავენ ან ჯიბეში წავა, ან სამხედრო პოტენციალზე. ამ შემთხვევაში ერთგვარი უსამართლობა ან დისბალანსთან ხომ არ გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ერთია ძალიან კარგია 200 მილიარდის უკრაინისთვის მიცემა, მაგრამ შენ თუ პარალელურად 350 მილიარდს აძლევ რუსეთს, ამით ბუნებრივია ახანგრძლივებ მის სამხედრო შესაძლებლობებს. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რუსეთს ვინმე თავს უნდა დაესხას. ამას არიზამენ, გასაგებია ატომური პარიტეტისა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ უკრაინას უფრო მეტად რაღაცნაირად დაეხმარონ, თუ არის ამის სამხედრო შესაძლებლობა. აი ამ ნაწილში მაინტერესებს. დიახ, პირველი BBC-ს მასალასთან დაკავშირებით, დიახ, ეს არის მოცემულობა, ამას გვერდს ვერაუვლით. და ეს არის სამწუხარო რეალობა. აქ არის აღსანიშნავი ის, რომ უბრალოდ ერთ დღეში აი ამ მარშრუტების ცვლილება ვერ ხდება, ჩანაცვლება ერთ დღეში ვერ ხდება, ამას ჭირდება დრო. ვნახეთ, რომ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩაეხსნენ სრულად, ვნახეთ, რომ გერმანია ჩაეხსნა სრულად. თქვა უარი და ანუ ასე შემდეგ, ანუ მიმდინარეობს ეს პროცესი, რომ მთლიანად ევროკავშირის ზონამ თქვას ამაზე უარი. რა თქმა უნდა, ამისთვისაც არის ბრძოლა და ამისთვისაც არის ძალიან სერიოზული დიპლომატიური ჭიდილი. ხო, ანუ ბრძოლის ველის გარდა, რა თქმა უნდა, ომი კულუარებში მიმდინარეობს და ცხადია, რომ იქ არის გარკვეული მოთხოვნები, ხო, ისეთი, როგორც მაგალითად გაჟღერდა საქართველოსა და მოლდოვას ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ხო, ანუ ესეც იყო, ხო, ერთ-ერთი თემა. თუმცა აქვე ევროკავშირთან მიმართებაში ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ეს გაერთიანება ძალიან აქტიურად მუშაობს თავდაცვის გაძლიერებაზე. Readiness 2030 ქვია ამ ყველაფერს, რომლის მიზანი არის 800 მილიარდის მობილიზება ევროპული თავდაცვის ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი ევროკავშირის ქვეყნები, რომელიმე ქვეყანა ან ზოგადად ქვეყნები აქამდე უბრალოდ არხეინად ისხდნენ, ხო, ანუ ეს ყველაფერი შეიცვალა რა. მე არ ვამბობ, რომ ეგრევე გადავლენ ისინი რაღაცა სამხედრო ლიანდაგზე, მაგრამ უკვე ის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც იყო მეათე ხარისხოვანი, სადღაც უკვე ტოპზე მოდის, ანუ ზემოთ იწევს ეს ყველაფერი. ანუ ამისი გადააზრება ხდება ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ თუ კი უკრაინაში არ გაჩერდა რუსეთი, ანუ თუ კი მაგალითად ნეპრის მარტო ერთი მხარე დაიკავა, არავის კონდეს იმის ილუზია, რომ ის არ დაიკავებს მეორე მხარეს. და 10 წლის მერე, თუნდაც 10 წლის მერე არ ეცდება ამას. რა თქმა უნდა, ანუ რითიც დავიწყე, ხო, თავში საუბარი, რომ ანუ რუსეთსაც ჭირდება დრო იმისათვის, რომ საკუთარი რესურსების მობილიზება მოახდინოს, ხო, რომ რაღაცა გადახალისება გააკეთოს, აღზარდოს ის ოფიცერთა შემადგენლობა და ასე შემდეგ, მეთაურობის, ხო? იმასაც ჭირდება დრო. ანუ ისიც ცდილობს, რომ დრო მოიგოს იმისთვის, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი. ამიტომ არავინ არ იცხოვროს რაღაცა ილუზიაში, რომ რუსეთს ომი არ უნდა. რუსეთი არის ის ბოროტების იმპერია, რომელიც მუდმივად ცდილობს სხვის ხარჯზე რაღაცის მიტაცებას. და ეს ახალი არ არის ისტორიულად ყოველთვის ასე მუშაობდა, ანუ აქ პუტინს
ბრწყალებში უყვარს ისტორია და აქედან გამომდინარე უყვარს ხშირად ისტორიული პარალელების გავლება და ეს მოქმედება აბსოლუტურად ლოგიკაში ჯდება რუსული პოლიტიკის. თუმცა უშუალოდ საბრძოლო ნაწილზე რო გადავიდეთ, არის საუბარი უკვე რომ უკრაინას დართონება, როგორც იქნა, უფრო შორს, ასე ვთქვათ, შორს მფრინავი, შორს მსროლელი რაკეტების გამოყენება. ხო, შორი რადიუსის რაკეტები 500 კილომეტრზეა საუბარი, 700, 900 და ასე შემდეგ, რაც უკვე შვაგულ რუსეთში, ასე ვთქვათ, რაკეტების ჩაგდების შესაძლებლობას იძლევა. რამდენად რეალისტურია, რომ საბოლოოდ პრაქტიკაში ეს განხორციელდება? ერთია, რა თქმა უნდა, ისაუბრო და კი ქენი, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, მაგრამ მეორეა უზრუნველყოფა უკრაინის, რამდენად უზრუნველყოფილია მსგავსი ტიპის შეიარაღებით უკრაინა და რამდენად რეალისტურია, რომ ამ მოქმედებამ არა რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გაუარესება გამოიწვიოს შეტევების, არამედ პირიქით დააფიქროს პუტინი, რომ რაღაცნაირად უკვე მოსკოვთანაც ახლოსაც შეიძლება მოფრინდეს რამე და ხომარჯობია რომ გავაჩერო სიტუაცია და რაღაცები დავთმო. დიახ, რაც უნდოდა მაგალითად პრეზიდენტ ტრამპს რომ მისი არჩევის პირველივე დღეს შეჩერებულიყო ომი, ეს არ მოხდა, არც 100 დღის გასვლის შემდეგ არ მოხდა. და არც 200-ზე მოხდება სავარაუდოდ. ანუ ყველა ეუბნება რომ მოდი დავსწრეთ ვისაუბროთ და ეს ანუ კრემლი ფეხებს აბაკუნებს პატარა ბავშვებით რაღაცა ტანტრუმებშია, თუმცა დიახ, ანუ ევროკავშირიც, ნატოც ემზადება ეგრეთ წოდებული შეკავების პოლიტიკისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული ანუ ისეთი ძალების მობილიზებისთვის, რომელიც უარს ათქმევინებს განზრახვაზე, რომ რაღაცა ზედმეტი ნაბიჯი გადადგას რუსეთმა, ხო? ესეც არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ უკრაინას ჰქონდეს ისეთი მძლავრი შეიარაღება, რომელიც დააფიქრებს რუსეთს რაღაცა ზედმეტი მოქმედებისგან, ხო? ანუ თუკი იდეაში ჩვენ მაყურებელს რა აუხსენ. უკრაინელებს ისედაც მიქონდათ იერიში რუსეთის სიღრმეში დრონებით, საკუთარი წარმოების დრონებით და რაკეტებით, ხო? ანუ ეხლა საუბარია იმაზე, რომ მასშტაბის გაზრდაზე, ასე ვთქვათ. მასშტაბის რადიუსის გაზრდაზე და უკვე ჩაერთვებიან ის ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ შესაბამისი შორი მოქმედების რადიუსის შეიარაღებას, ხო? ანუ კიდევ ერთი სიგნალი არის რუსეთისთვის, რომ ის გონს მოეგოს. მიუხედავად იმისა, რომ კი მარგარიტა სიმონიანმა რაღაცა სისულელე მორიგი დააბრეკვა რამდენიმე დღის წინ, რომ თუკი მაგალითად გერმანული ტაურუსი აღმოჩნდება პირობითად მოსკოვში, სადღაც, ანუ მოსკოვში აღმოჩნდება ბერლინში. ხო, და აი ესეთი გადადახილები ეს ახლა პირველივე დღიდან მიმდინარეობს, ცხადია, თუმცა ახლა ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის და მთლიანად ნატოც მხარს უჭერს უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არ არის ჩართული ამ საბრძოლო მოქმედებებში და არ აპირებს ჩართვას ომში, თუკი რუსეთი არ გადადგავს პირველ ნაბიჯს, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის კიდე, რომელიც 2-3 დღის წინ კაია კალასმა გააჟღერა შავ ზღვასთან დაკავშირებით, იცით რომ შავ ზღვის პოლიტიკა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი შემდეგ კითხვა იყო სწორედ ეს და კარგია გადავიდეთ ბარემ ამ თემაზე. აი ზუსტად, იმიტომ რომ თქვენი მაყურებლისთვის, ჩვენი მსმენელისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირიც და ნატოც რა თქმა უნდა ფიქრობს შავ ზღვაზე და რა თქმა უნდა შავი ზღვა ეს არ არის სადღაც განყენებული რაღაცა ტბა, განყენებული აუზი, განყენებული რაღაცა გუბე რუსეთის გუბერნიის, არამედ ეს არის ნატოს და ევროკავშირის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ისინი დახარჯავენ ბევრ ყურადღებას და ძალიან ბევრ რესურსს. და ამ შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის დადებითი ის არის, რომ შავ ზღვაში შეუძლებელია რამე გააკეთო ისე, რომ საქართველოსთვის სარგებელი, ასე ვთქვათ, არ მოხდეს ყველანაირი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სანაპირო ზოლის დაახლოებით 200 კილომეტრი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის, ის რაც არის დაახლოებით 100 კილომეტრი სიგრძის, ისიც ეს არ არის ჩვენთვის საქართველოსთვის ზღვარი, ეს არის შესაძლებლობა, რომ ვიყოთ ჩართული ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შავი ზღვის წევრი ქვეყანა, ხო? შესაბამისად ის რაღაცა ბენეფიტები იქნება, ანუ მომგებიანი რაღაცები რაც იქნება, რა თქმა უნდა, იმაში იქნება საქართველოს. აზერბაიჯანიც კი არის ჩართული ამ პროექტში. ეს ნიშნავს ინფორმაციის გაცვლას, რაშიც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული, სხვათა შორის მინიმუმ 28 ნოემბრამდე, სანამ გამოაცხადებდნენ, ასე ვთქვათ, ყველანაირი, ასე ვთქვათ, კავშირის შეჩერებას, ხო, ევროკავშირის მიმართულებით. საუბარია ევროკავშირთან ინფორმაციის გაცვლას, ხო? დიახ. ნატოსთან და ევროკავშირთან. ეს არის იმისი ცოდნა თუ შავ ზღვაში რა სამხედრო
ობიექტები გადაადგილდება. მივიღოთ ეს ინფორმაცია ჩვენც და თუ კი ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, გავუწევთ ჩვენს პარტნიორებს, ხო? ეს არის სავაჭრო გზები, ხო? და შევხედეთ ჩვენ აი მარცვლის ომთან დაკავშირებით უკრაინაში, რომ ეს არის სასიცოცხლო გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. არ დაგვაუწყდეს ჩვენი ძალიან ახლო და მეგობარი თურქეთი არის ჩვენი უშუალო მეზობელი როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე, ხო? და თურქეთის ხელშია და არა რუსეთის ის გასაღები, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის, ხო, ანუ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში 600 წელია მაგ გასაღებით არსებობს თურქული ასე ვთქვათ სახელმწიფო იმპერია თუ რა ამაზე მინდა კითხო უბრალოდ აუცილებლად თურქეთმა თქვა რომ მას მოწონს ეს პროექტი ოღონდ იმ დათქმით რომ ის მთავარ როლს შეასრულებს ზუსტად იმიტომ რომ ბოსფორი და დარდანელი ჩემია და შავი ზღვიდან ვერ გახვალთ მე თუ არ მინდა და ასე ვთქვათ ნატოს ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა ვარ ძალით და მოკლედ ყველანაირი შეძლება მაქვსო დაახლოებით ძალიან უხეშად რომ ვთქვათ თუმცა და აქ იგივე თურქების მხრიდანაც რა თქმა უნდა საქართველოს როლი მნიშვნელოვანია რადგან თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და აზერბაიჯანიც ჩართულია სწორედ თურქეთის გამოისობით ამ პროექტში და საჭიროა ბუნებრივია საქართველოს თუმცა მე მინდა კითხო რუსეთი მაინც არსებობს ხო რუკიდან არ ქრება აი ამ პროცესის და პროექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორ არის შესაძლებელი თუ რა თქმა უნდა რუსეთი ამ პოზიციაზე დავრჩებით კიდე წლები მაგალითად მადლობა გიორგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ამაზე სხვათა შორის მუშაობს არაერთი ორგანიზაცია მე გულისხმობ სხვილ ისე როგორც ნატო არის ევროკავშირი დიახ საერთაშორისო ორგანიზაციები და რატო არის ეს მნიშვნელოვანი ახლა ჩვენთვის პირველი ჩვენ ვნახეთ რომ აი ეს შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო გემი მოსკვა რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ვიცნობთ ასე ვთქვათ 2000 რუსული გემის გზაზე წავიდა ასე დიახ ის ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას მათ შორის კოდორის ხეობას და არა მხოლოდ კოდორს და ეს ხომალდი მოსკვა სხვა თანხლებ ხომალდებთან ერთად საბრძოლო გემებთან ერთად უკრაინელებმა ჩაძირეს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ შავ ზღვაზე სრული უპირატესობა, ანუ ძალთა ბალანსი რუსეთის მხარეს აღარ არის. რუსეთმა დაიხია, გამოიყვანა თავისი ხომალდები უკან, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დრონების ტაქტიკამ, რომელსაც იყენებდა უკრაინა, გაამართლა, ხო? უკრაინელებიც მუშაობენ შავი ზღვის, ასე ვთქვათ, ხვალინდელ დღეზე, როგორ იქნება, იმიტომ რომ თუ კი სევასტოპოლში და ანუ ყირიმის ნახევარკუნძულზე აღარ იქნება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ბაზირება და იცით თქვენ, რომ ხმელთაშუა ზღვიდან ვეღარ შედიან რუსები იქ, ხო? და დარჩა მცირე რაოდენობა იმ ხომალდებისა, რომელიც უფრო და უფრო იწევს, ასე ვთქვათ, სამხრეთით, ხო? აქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, იმიტომ რომ ეს სიგნალი ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს აღარ იქნება რუსეთის, ასე ვთქვათ, უკანა აუზი, ხო? და რა თქმა უნდა აქ იქნება გაფართოება და იქნება მუშაობა ზუსტად ისე, როგორც მუშაობდნენ ჩრდილოეთით, მაგალითად ბალტიის ზღვაში, ხო? და ვნახეთ, რომ მაგალითად ბალტიის ზღვა, სადაც ასევე მიმდინარეობდა ძალთა ჭიდილი, აღარ არის რუსეთის გავლენის ზღვა, ხო? ის არის პირდაპირ ნატოს და ევროკავშირის ზღვა. მით უფრო, რომ ფინეთი და შვედეთი 2022 წლის შემდეგ გახდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბალტიაზე. ორივე და აი ჩვენ მაყურებელს მინდა რომ რაღაცა აი ერთი წუთი დაგვრჩა გიორგი და დავასრულე. აი უცბად შვედეთი და ფინეთი იყვნენ ნეიტრალური სახელმწიფოები, ფინეთთან მიმართებაში რუსეთი ცდილობდა რომ საკუთარი პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და ვექტორი გაეტარებინა და ასე შემდეგ, მაგრამ ორივე ქვეყანა დასწყდა და მიხვდა რომ მარტო პირისპირ რუსეთთან ვერაფერს ვერ გახდებიან და მიიღეს გადაწყვეტილება რომ გავხდარიყვნენ ნატოს წევრები და ისინი გახდნენ ნატოს წევრები. ანუ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი არის ეს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, სამხედრო მიმომხილველი ომის ჟურნალისტი გიორგი ცხვითავა გახდა ჩვენი სტუმარი, მიმოვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ნატოსა და ამერიკის და ზოგადად დასავლეთის ბრძოლა რუსეთთან და იმედი ვიქონიოთ რა თქმა უნდა ეს წარმატებით დასრულდება. ჩვენი გადაცემა ამ მომენტისთვის დასრულებულია. მე მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით.